ჩვენ ვიდეოების გადაღებაში გვეხმარება USA to Georgia. ვისაც იარაღი აინტერესებს, გვაქვს ესეთი არხი, ძირითადად იარაღის განხილვა ზურაბ ყვანჭახაძე. აქ არის მარტო იარაღი. დავაჯეროთ მეგობრებო, დაწერება კარგო ხარ. გამარჯობა. თბილისში ვარ, აი დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეგრეთ წოდებულ პანდა სავაჭრო ცენტრთან. ნუ ეგ თუ თან ვიაროთ ბატონოვანო თან ვილაპარაკოთ. დანების ის ჩატარდა ნაივ-შოუ თბილისში მე-4-ით. მე სულ დავდივარ, იმიტომ რომ მაგრამ მაინტერესებს დანები რა და ვიღებ კიდევაც არხზე გვიდევს ეგ. ნუ ზუსტად დანები არ აინტერესებს შეუძლია გაწვდი, ხალხი გავიცანი. დანების მაღაზია ყო რა. ხოლო თბილისში მოდი ცოტა შიგნით შევიდეთ. აი ეგ ატერია პანდაო სავაჭრო ცენტრი რაღაცა. ბატონო დავით დანები მოგწონს? რატო? საჭიროა ოჯახთან. აი ზუსტად ეგრეა რომ დანები არის მაგარი საჭირო რა. და დანები არის ორი ტიპის. არა მოდი ესე ვთქვით სამი ტიპის რა. არის რომელიც ბაზრობაზე იყიდება 15 ლარად 30 ლარად, აი 45 ლარად რა. შეხედავ ერსო გარედან თვალებს უბრუნებს მოყურეს კიდე ხმარებით რომ სამთარებსო და არის კიდე ძვირიანი დანები, ანუ ბრენდული დანები, რომელიც აი მთელი ცხოვრება გაგიწევს, არის კიდე საკოლექციო დანები. აი საკოლექციო დანებია, როცა ტიპი ხელით აკეთებს, არის ერთი ცალი გაკეთებული. ეგ უკვე იქ ვიყიდე და ახლა გააჩინე თუ ძალიან ბევრი ფული გაქვს, ეგრე 3000 ლარი და 3500 ლარი დანაში შენ გადაიხდი? 3500 თოფს იყიდე. არა, თოფს იყიდი, მაგრამ ვისაც ფული აქვს დანებსაც ყიდულობენ, ანუ საკოლექციო მოდელებია. აი ეგ არის, აი აჩვენებანო. Blades GQ-ა, დანების მაღაზია და მოდი შევიდეთ, ამ კაც დაველაპარაკე უკვე. ხოდა გაუმარჯოს. აგერ მოვედით მე და ბატონი დავითი. მეგობრებო. რავი, ნელი-ნელას მაო, მოდი. აი ხმას აქ მე შენ დაგიყიდებ. მოდი ისე დავდგეთო თან დანები ჩანზე თან ვილაპარაკოთ. ვონ იქიდან აქეთ გადაიხე. თქვენ წარუდებით რა ბატონო. კი ბატონო, მადლობა პირველ რიგში რომ გესტუმრეთ. რავი, ჩვენ მაღაზიაზე რა შეიძლება ითქვას. და 2016 წელს დავიწყეთ, მე და გიორგი ახლა არ არის თბილისში სამწუხაროდ რაიონში მოვიწია წასვლა. ჩემი სიძეა და მე წყვილე ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს რა. 2016 წლიდან გავაკეთე ჯერ პატარა მაღაზია წინა მხარეს ვიყავით. შემდეგ გადმოვედით აქეთ, უკვე ფართი დიდია, გავარემონტეთ რაღაცა და საკმაოდ პატარა კაპიტალით და შემდეგ გავეცანით კიდეც უფრო მეტად საწყისად, უბრალოდ ჰობი იყო ეს ჩვენი და გვიყვარდა დანები რა თქმა უნდა და შემდეგ უკვე გავეცანით სიტუაციაც მაგრად შეიცვალა მაშინ 9 წლის წინ არ იყო ამდენი დანის მოყვარული, ცნობადობაც ნაკლები იყო ხალხში, ჩვენს პირადად ვიზრდებოდით ყოველდღიურად ესე ვთქვათ, მე გამოფენებზე მივიღეთ მონაწილეობა როგორც დავდიოთ. აი ეს უკვე ჩვენთან თბილისში და საზღვარგარეთ გახდით, გავიცანით დანის მომწოდებლები და ეხლა უკვე 6 ბრენდის წარმომადგენლობა გვაქვს, ოფიციალური დილერები ვართ. და ბევრად განმავითარეთ და წინ წავწიეთ ჩვენი საქმე, ესე ვთქვათ რა. ანუ ეხლა აქ რას დანები იყიდება? რეპლიკები და რამე არ არის? არა, რეპლიკა არცეთი არა, მხოლოდ ორიგინალი დანებია ჩვენს მაღაზიაში და ანუ ნახეთ ის 6 ბრენდი რისი დილერებიც ვართ, მაგათი დანები რა თქმა უნდა გვაქვს და გარდა მაგისა, მრავალფეროვნებისთვის და რო არ ვიყოთ რაღაც შეზღუდული, კიდე სხვადასხვა ბრენდების კონკრეტული მოდელები უკვე ჩვენი გემოვნებით, რასაც ვარჩევთ. ჩამოგვაქვს და უკვე მე გავიცანით ბევრი კოლექციონერი, ბევრთან დავახლოვდით, დავმეგობრდით და კარგი სფეროა რა, ძალიან კარგი სფეროა. მაშინ ერთ შეკითხვას დაგისვი. დიახ. აი რატო უნდა მოვიდეს აქ კაცი? დანის საყიდად. როცა შემიძლია ბაზრობაზე ვიყიდო 30 ლარად. არა, 30 ლარიანი. ნახეთ, ფასი ყოველთვის ხარისხს არ განსაზღვრავს, მაგრამ ორიგინალი და რეპლიკა რო ვიხმართ ეს სიტყვა, რეპლიკას შორის სხვაობა უკვე ძალიან დიდია რა. 30 ლარიანი დანა ვერ გაგიკეთებს იმ საქმეს, რასაც თუნდაც ორიგინალი დაახლოებით 150 ლარიანი დანა. ნუ დოლარებში რო ავიღოთ 30-40 დოლარად უკვე იყიდი ნორმალურ დანას რა. თუ გინდათ აი რო ვისაუბროთ, მე გადმოვიდეთ კონკრეტულ მოდელებს შევხედოთ და ვნახოთ განსხვავებებს ხარისხებში რა. აი ერთი და იგივე მოდელი, აი ეგ უცებ გაჩვენებთ. აი მაგალითად ეს არის მაქსი. იმიტომ რომ ბევრი იბნევა, იმიტომ რომ ეხლა კი.
ფას რო უყურებს და ფიქრობს რომ მე შემიძლია ვიყიდო. ერთჯერადია ის დანები ფაქტობრივად. კი, შეგიძლია იხმარო, გააკეთო, მაგრამ რა ხარისხი და როგორ გააკეთე, ეხوارი სხვაობა. აი ეს ახლა ერთი და იგივე მოდელია, Maxeis-ის ფაქტიურად ეს ღირს 220 ლარი ჩვენ მაღაზიაში, ეს 550 ლარი. აქ სხვაობა არის რეალურად მასალებში. მასალებში არის აქ ტიტანის ტარე გვაქვს, ეს ულტემი ახალი მასალაა. პირში სხვაობა აქ 10 ქრომია, აქ M390-ია, ფხვნილოვანი ფოლადია რა. ნუ გარდა გრაინდებისა და ნამუშევარშიც ვატყობ სხვაობას. მაგრამ აი მექანიკა ორივეს საოცარი და ფანტასტიკურია. სასიამოვნო ისაა რა. ხო, გზნოთ სხვაობას ეგრე. აი ეს ბიუჯეტურია 220 ლარი დაახლოებით დოლარებში ალბათ 70-80 დოლარი. მაგრამ მიმუშაოს ფანტასტიკურად. თუ ვინმეს უფრო მეტი უნდა, კიდევ მეტი ხარისხი და უფრო ძვირფასი მასალები, აგერ ბატონო, ესეც არის. ესა ხო? ხო, მაგრამ ესეც კიდე საშუალო კლასში დადის. დანის რესურს ფაქტიურად ვერ ამოწურავ რა. შეიძლება უკეთესი და უკეთესის ნახვა. მე ავდივართ უკვე გადავდივართ ხელნაკეთი დანებს, ეს ქარხნული დანებია ორივე. ანუ ხელოვნების ნიმუში, ანუ როგორ ხელოვნების ნიმუშებზე ავდივართ, კი ბატონო. ეგივეა რომ ხატროს იმაზე რა ქვია, ტილოზე თქვა რომ ნუ დაიხარჯა რამდენი, თქვა $100 დახატვას და ღირს 130 მილიონი დოლარი. დიახ. ო, რამდენი პური მოგიგო მაგფულით, ხო, რაღაცა ეგეთი განსხვავებებს ხედავ რა უკვე შედარებითია ყველაფერი რაც მეტად ეცნობი დანებს უფრო და უფრო გინდა რაღაცა სხვაზე ახვიდე სხვა ლეველზე და სხვა საფეხურზე რა მეც რავი რო გითხათ რო დავიწყეთ პირველი სკოლის პერიოდში რაღაც მეგობარმა ის ბათერფლა ბაბაჩკებს რო ეძახდნენ ეგმაჩუკეს მე თვითონ გამოვიწერე $20 რეპლიკა და ორი ფოლადით რაღაცა მაგრამ გიждდებოდი იმ დანაზე ლაშქრობებში აქტიურად დავდიოდი და კარგად ვიყენებდი რა შვენიერი დანა იყო საქმეს მიკეთებდა მაგრამ დღეს უკვე ჩემი პირადი კოლექცია რაც მაქვს დაახლოებით 40-45 დანა მაქვს მაგდონის დანა არცეთი აღარა უკვე ავწიე და ავწიე დონე ანუ ადრე რო უყურებდი ამ ხალხი რო ყიდულობდა თქვა 1000-2000 ლარიან დანას ფიქრობდი რა თუნდა თან ერთი იყიდე კაი 5-10 რაღაც გინდა მაგრამ მიდიხარ მაგიმამდე რა რაც მეც ეცნობდი უფრო მუღამში შედიხარ რა და სხვა სიამ ესთეტიურ სიამოვნებას იღებ ისეც რომ გიღირს მაგ ფულის გა შეიძლება არ გვიხის არავის რომ ყაროთ ეს 1000-2000 ლარი მაგრამ იმდენად სათევზაო ჯოხში თუ გადაიხდი 3000 აი დიახ მანდას მე სამწუხაროდ არის ხალხი ვიხის მე მაგალითად არ გადავიხდი იმიტომ რომ 100 ლარიანი ჯოხებიც არის რა. იკეთებს იგივე საქმეს. ხო, არა, აი მეუბნეო, ტიპი და მაგას ვერ ხვდები, დანებში ხვდები, იმიტომ რომ დანაში უკვე ხარისხის სხვაობას ხედავ, ხო რა, ხედავ. სხვა ხარისხი. რაც მეტს ეცნობი უფრო მეტს. მე თევზია უკვე იქ ჩამიგდა. 3000 ლარიანი ჯოხზე ხორნატრო. შეიძლება გამათი მანას დააწმენებული. აი ჩვენ თევზაობთ ხოლმე და რაღაცაობი ჯერ ვერ მივხვდი, მაგას რატო უნდა ღიდეს ეგეთი. ესენი მაგარია ეს აი ნახეთ კიდე უფრო მაღალი კლასი და სხვა და რომ იმას აქვთ სხვაობები რა აუ ბევრია სალაპარაკო ძალიან ბევრია ვესტები რომ თავი არავის მოვაწყინა და ისე ვისაუბრო რა და აი მაგალითად აქ ახლა არის ხელნაკეთი დანები აი მაგალითად ავიღოთ ეს ოლამიკის დანა ეს დანა აი ფასი აწერია 2700 ლარების ძალიან ძვირია რა ვიცი რომ ძვირია მაგრამ გეტყვით ახლა რატო ღირს ეს დანა ძვირი ამერიკულია ხელნაკეთია სრულად ფოლადი გვაქვს ეს 90 ვიფხნილოვანი ფოლადი ერთ-ერთი პრემიალური საუკეთესო ტარი ტიტანი და ტიტანში ჩასმული მამონტის ეში ღირს რა ეს დანა უნდა ღირს და დამზადებულია მხოლოდ ერთ ეგზემპლარად ეს ბრენდი ერთი ძალიან სოფლიო ზუსტად ანალოგიური არავის არ არის ინისა ეხლა მისა ხო მაგრამ ხარივით არის ეგ უპირატესობას ხარია და მსუბუქი მე ის რაც მეჭირე 100 ლარიიდან იმასთან შედარებით არის ხარივით ნახე და ფორმაც როგორი აქვს ხელში ისეთია რომ გიჭირავს უკვე მყარის აიმედო და სხვა სიამოვნებას განიჭებს რა. ნუ საკოლექციო მოდელი. საკოლექციო მოდელია კი ბატონო და ნუ პრაქტიკაშიც ანუ აი ხლა ეს რაცა წერია 2500 იყის 3000 იყის აი ეს ხო? დიახ. ესეც იგივე ბრენდია და ესეც ერთ ეგზემპლარად დამზადებული და ნახეთ ტიტანის როგორი დამუშავება ჯეველი ტიტანი ქვეს მაგარი კარბონი და პირი ნახეთ სარკეა საოცარი ანუ ეხლა ვინც ამას ყიდულობს იქ სამყნობად და რამე მგონი ნამდვილად არ იყენებს ხო ალბათ ამას არ გამოიყენებს მაგრამ მსგავსი კლასის დანების ბევრია აი ეს HTM-ები მაგალითად ამერიკულ handmade made ესე იშიფრება ბრენდი აღარ არსებობს საერთოდ დაიკეტა უკვე და დარეგრაფი დიზაინერი ყოფილი სამხედრო გარდაცვლილია ეხლა საკოლექციო ძალიან რარიტეტი და იშვიათი დანებია ანუ აი ეს უკვე გაიყიდება და ესეთი აღარ დამზადდება ხო არა всё აღარ დამზადდება კი ბატონო და ამ დანის ეს გაკეთებულია დაახლოებით 20 წლის წინ ეს და სულახალი და მექანიკა ნახეთ. აი მექანიკაა ეს რა. ეს არის პოლო ავტომატი. ნახე რა. ხო არა, ხო ეკაჩავს იმაზე. ზამბარა. იქ ჩამოწი, აი ეს ჩამოწი. აქედან ხელები. ო.
ხედავ, შენი ხელსაც რა ადვილად გაიხსნა. ანუ ამოიღებ თორად კაპტა ეგრევე გახსნა. კი, ტაქტიკური დანაა ეს რა. კაი, ეხლა მე რა მინდა ვთქვა. მეგობრებო, თქვენ საერთოდ ისიც აქვთ, YouTube არხიც აქვთ. დავიწყეთ ეხლა ხო რა, სამწუხაროდ გვიან დავიწყეთ. ჩვენ თავით როზე დაგვეწყო, ეხლა ბევრად წინ გვექნებოდა არხით აზროვნე, მაგრამ დავაგვიანეთ. არა, ჯობს გვიან. ჩვენ ხო გამოვიდით. რა მინდა ვთქვა, ეხლა ამ დანების განხილვები ამათ უდევთ რა. განიხილავენ, მე ვნახე რამოდენი ვიდეო მომეწონა. მე უფრო გაიხვეწებით რა, არ მქონია. ხო არა, ძალიან დამწყებები ვართ, მობილურით ვიღებთ და ანუ ხარისხის არის მაგრამ. ხო, მაგრამ თუ მოგინდათ, რა ქვია თქვენას, უკვე Blades-G ჩვენი ვებგვერდი როგორცაა www.blades.g, Blades.g რა. დავდებ ქვემოთ, ვიდეოს აღწერაში დავდებ ამათ არხის იმას, თუ დაგჭირდათ. გაერკვეთ დანებში, თვითონ როგორია, რანაირია, როგორ იხმაროთ, როგორ გამოიყენოთ, რატო იყიდოთ. კი ბატონო, ყველაფერს დეტალურად გავხსნი და გავვილით. სამზარეულო დანებსაც აყიდეთ. კი, სამზარეულოს დანები, ფიქსირებული სანადირო დანები, ნუ ყველა კატეგორიისთვის გვაქვს ფანრები და ტაქტიკური კალმები ესეთი რაღაცებიც არის. აჰა, ძალიან ისეთი აქ ხედავ რაღაც არაპრაქტიკული დანებიცადე, Sky ძვირიანები. არაპრაქტიკული როგორც ეხლა როგორც ბატონო ბანომა თქვა თუ ის რა ქვია, ქოქოსის გასაჩეხად კაიაო, მაგრამ რა ჩვენთან სამწუხაროდ ქოქოსი არის. ქოქოსები ხო, ნუ რაღაც ისეთ ტყეში. აი ეს მომწონს ძალიან ნახე რა ვანო რა. სათამაშო დანას აქვს შეხედეთ. და ამ დროს ძალიან ისეთი მაღალი კლასის დანა, მაგნეტათი პოლადი და ტიტანის სტარი. ისეთი მჭრელია, ისეთი აი რა ვიცი, რა ესეთი დანები მომწონს. გამოსაგდები დანებიც არის, პირი რომ გამოდის გვერდიდან. აი ის მაგრამ ტაქტიკური დანები, კლასიკურ ვცდილობთ რომ ყველა გემოვნებას მოვერგოთ, ესე ვთქვა და ყველა კატეგორიის დანები ჩამოვიტანოთ. ეს როგორ იცნება? ვეღარ გახსოვს. აი ესე ზევიდან ფრონტით აქედან ძალიან მარტივად იხსნება რა. აჰა. აი ყველა იმის ცოტა განსხვავებული არის, მოგუნდა მაგას ხელის მეჩვეო არა. ხო არა, მე აქეთ ვაწვებოდი და ეხლა ვერ წარმოვიდგინე რა რომ აუ იმდენაირი მექანიზმებია ბატონო ზურა ისეთი ახალ-ახალი ჩამკეტები, მაგას ვამბობ, დიდი სფეროა და სულ ვითარდება. აი ციმური აკეთებს აი უცნა ხო? კი ბატონო. ველოსიპედი არის რა, აი ერთვეს ჭირები გაუკვეთ, არა ბოტასები ქონა გაკეთებული, არა, ძანები ძალიან მაგარი ამოუწარ და მე ვფიქრობ რომ ხელოვნების ნიმუშებში გადადის უკვე, იმიტომ რომ შეხედეთ. აი ეს ხაზები ნახეთ რა. თითოეული დეტალი უკვე ესია შესრულებული ძალიან მაღალ დონეზე. დაფაროთ ეს რა ღირსო 300 ლარი თუ რა ღირს? აი 550 ლარი. ხო, აი 550 ლარი. ძალიან ადვილად იხსნება. არა და ვერ გავხსენდი. ყველა დანას თავისი ხასიათი აქვს ბატონო ზურა. აი დაახლოებით 5-10 წუთი ხელში რო ათამაშებ და ეჩვევი, მე კიდე სხვა ემოციებს, უფრო მეტ რაღაცებს, დეტალებს აკვირდები. აი ეს როგორ ყოფილა. ეხლა ახალი მოდაში შემოვიდა, ძალიან ვინტის გარეშე დანებია აწყობილი. ამას ეს ერთი აქვს, ეხლა მაგალითად ეს ძალიან უცნაურია. ეგ როგორ ჩამოსხმულია? არ არის ჩამოსხმული, უბრალოდ ისე აწყდეს, ანუ რაღაც ერთმანეთში ჯდება ლიანდაგები, აი შიგნით რო დააკვირდები, იქ ჩანს ერთი ვინტი მე. იქიდან იწყება აწყობა. ამ მოდელზე არ ასაუბრებ. ხო, მაგას ალუმინის ტარი, ეს ტაქტიკური დანაა, პროტეკის და ჩვენს ესე ძველი მოდელია. ეს კეტავს? ხო, აი კეტავს ღილაკს რომ არ გაგეხსნას ჯიბეში და. აჰა. ხო მაგარია, ეხლა ეს გვერდითან ავტომატურებში პროტეკი ერთ-ერთი საუკეთესო არა. დიახ. ანუ მრავალფეროვანი დანებები, ანუ აჩვენეთ რა თან ვილაპარაკოთ. აი ფილმის დანა მაქვს. აი რა, ჩემარზე თუ შეგიმჩნევიათ. აი ეს ტასკნაირსია კი ბატონო. აქაც ეხლა ფიქსერებში ვცდილობთ ვიყოთ მრავალფეროვანი, ეს კიკუმაცუ და ეხლა აი გვერდ-გვერდზე დევს რაღაც 2700 ლარიანი და 300 ლარიანი დანა. ის არის ტყეში სახმარი სანადირო დანა, ეს არ არის ვაფშე სხვა ხასიათის ამაგა, სხვა მიღებულება. კიკუმაცუ და კი იაპონელი მასტერია იმის გაკეთებული. აი ეს ხელით არის დანა გაკეთებული? დიახ. ეს სხვადასხვა დაშვებები წინ კონვექსია. და იაპონიიდან აქვს ჩამოტანილი. ეს იტალიურია Lion სტილი, ერთ-ერთი პრაქტიკული და ესეც სანადირო მაგარი დანა დაახლოებით 600 ლარი. აბლოთ სიმორის დანებსაც აქვს. ქართულ ბრენდებთან ძალიან ვცდილობთ რა ყოველთვის თანამშრომლობას და ხელი შეწყობას ესე ვთქვათ. ერთმანეთს უწყობთ ხელს ჩვენს მაღაზიაში უნდა იყოს ქართული ნივთი და ასევე ვახდეთ ვცდილობთ სიმორის დანა მეც ამაქვს. კი. სანამ მე კომპანია არის მეგობრებო და ღმერთმა დიდი ხანი ამყოფოს სიმორის დანები იყიდეთ. კი ბატონო. იმიტომ რომ ქართული ბრენდია და ძალიან მაგარია რა. აი, მოდი ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ აი ესეთი დანა რატო უნდა ვიყიდო. აბა შეხედეთ, ვანო. ეს კორვიდია, მინი კორვიდი. მაგისი დასაკეცი ვერსიებიცაა. სხვათა შორის, ჩემს არხზე დავდე ბატონო ზურა, აი გაჩვენებთ.
რამოდენიმე დანა შევადარე რა, იგივე ამ ბრენდის კონცეპტი ნაისია, ეს ამათი წარმომადგენლების ვარ ჩვენ რა. ერთ-ერთი მოდელი იყო ეს, სხვადასხვა ფორმები ავარჩიე მეტნაკლებად. და აი ეს მოდელები იყო კიდევ აგერ გვერდგვერდზე არის. შესახედავად კი ისეთი ბრუტალური, მაგრამ ხელში ძალიან კარგია. აი ეს ფორმები შევარჩიე. ერთი ესეთი დროპ პოინტი რაღაც წვეტიანი, ეს უფრო შედარებით ნაცნობილი და ისეთი პრაქტიკული ფორმა და ეს ერთი და იგივე ბრენდია, კი, საფასო კატეგორია დაახლოებით 150-200 ლარამდეა რა. და შევადარე და ჭრაში მეგონა თავიდანვე წავედი განწყობით რომ ეს ყველას აჯობებდა. დავჭერით ბოსნეული ხორცი, ტყეში რაც კიდევ მწვადი შევწვით რაღაცა და პური ძეხვი ისინი დავჭერით. ამან აჯობა ყველას რა. თავისი გეომეტრიიდან გამომდინარე ფიქრობ რა, დიახ, აი ეს დაშვება და შეიძლება წონაც მოეხმარა პირი რადგან განიერია, ისე კარგად რა. კი, სულსო ჩაარტყა. აი, ნახეთ რანაირი დანა. ერთი შეხედვით უშნო, მაგრამ ძალიან პრაქტიკული გამოდგა და რაღაცა ისეთი დანა, საინტერესო დანაა რა. და მაგას რომ ეხლა ესეც არაა ძვირიანი, მაგრამ შეიძლება ბევრ ძვირიანს აჯობა. უცნაურია ეხლა ჩემთვის. რაღაც უცნაური დანაა რა, თან ეს რა მაგრა იხსნება. კი. მოკლედ მე ეგრე ფიქრობ რა, მე დანა არ მიდევს. ანუ უბრალოდ ეხლა უკვე იმდენი დანა მაქვს რომ უკვე მიდევს, იმიტომ რომ ეხლა იმასაც ხო ჩავილაგებ 500 დანაზე, მაგრამ ორი დანა მაინც ყველა ვარეჩდი რა. ფიქსედი და საკეთს ავარაუდეთ. ხო, ერთი აი ეს სუმავიწყება ტასკნაიში. ხო, აი ეგ დანა, თეთრარიანი ხო, უნებაში რაღაცა თუ დაგაკ უნდა იყოს უკვე რა. პინელის ხო. ხო, და ყველაფერს ერთად ხო და ერთი დიდი დანა და მაქვს, ანუ შეიძლება ზედა რა მქონდეს, მაგრამ დუშათაში ყველა ვარეჩინო თუ ლაშქრობთ ორი დანა მაინც უნდა გქონდეთ მინიმუმ. ხო და ის რაფია. უყურეთ ამ არხს, აი ამათ რას დავდებ მე იმას რა ქვია, ლინკს დაბლა შედით. სათი თავთ არის განხილული. და ერთხელაც გვეწვიეთ ჩვენთან ტყეში სიამოვნებით. ისე კი არა ხელში გვიჭიროს. ეხლა ხელში რო გიჭირო, აი ეს მაგრამ მომიწონა, უყურე, ახლა მოიტანე რა. აუ, ბევრი საინტერესო მოდელია. ამას შეხედეთ რა, აი ამ ზოლს. ნუ როგორ გითხრათ რა. მოდის მანქანებს შევადაროთ. დიახ. მანქანა. ო, გადაადგილების საშუალება ყველა ზაპოროჟეცის და ლამბორგინის. მაგრამ ღირს ძალიან დიდი სხვაობაა ფასში. სხვაობაა ფასში, ხო, უშველებელი სხვაობა. ანუ რა, გლდანში ავლაბრიდან იმითაც მივალ, ამითაც მივალ. კი ბატონო. მაგრამ არის კიდე აი ძალიან მაგარი მანქანები, ხო არის. აი დანებით რაღაც ეგრე განსხვავდება რა, ეხლა მართალია ცნობიერება დაბალია. როგორ? არის საკოლექციო მანქანის მოდელი. საკოლექციო მანქანის მოდელი, აი ძალიან ძვირი ის. კი. არის კიდე ვიღაცის ნაქონი დანები, რომელიც ფასზე გუმატებს კიდე როგორც საკოლექციოს, მაგრამ ძირითადად ფასს უმატებს ხოლმე უფრო ხელნაკეთი დანები იღებს ხოლმე შედარებით ძვირი რა, ვიდრე ქარხნულები. ქარხნული დანებიც აი ეგდებს მაგალითად აი ეს დანა 2100 ლარების ქარხნულია, მაგრამ ისე ფანტასტიკურადაა შესრულებული თითოეული დეტალი, მათ თუმცა იმასაც შევხედოთ. ხო, რაღაცა ის არის რა. მომავლის დანას გავს, ხო? ხო, რაღაცა ფუტურისტული შეფასება. აი, ნახეთ რატომ არის ახლა ეს დანა ძვირფასი. ეს არის ტიტანი მთლიანი, თან ინტეგრალი ტიტანი, ანუ ეს მთლიანია. ნახეთ ყველა დანა თითქმის არის აწყობილი, სხვადასხვა ორი გვერდით სკეილებს ეძახიან რა, ინგლისურად რო ვთქვა. ეს მთლიანია. ამისი დამზადება თვითონ და მე ამაში დანის აწყობა საკმაოდ რთულია. ეს ტიტანი მერე კიდე არის გაკეთებული კრისტალური დაფარვა აქვს ამას, აი ნახეთ ვიზუალზე გაყინულ მინას გავს. ამის მიღება საკმაოდ რთულია, 24 საათი იხარშება ეს ტიტანი და რაღაცა და მაგალი ტექნოლოგიები, ნუ ფოლადი რა თქმა უნდა პრემიუმ კლასია და თან ლიმიტირებულია, 200 წელია გაკეთებული და მექანიკა ხმა. რაღაცა არის რა, ქარხნულია ეს დანა, მაგრამ ბევრ ხელნაკეთს შეიძლება ჯობდეს რა. კი. საოცარი დანა. მაგრამ მაინც უფრო ძვირები ღირს ხოლმე კიდე ხელნაკეთი და რაც თითო ეგზემპლარადაა, ან 10 წალია სულ გაკეთებული და რაღაც ეგეთი დანები. ცოტა პატარა ტირაჟებით რა. ანუ სასაჩუქრად ხო მაგარია, საკოლექციოთაც ხო მაგარია. თან ინვესტიცია არ არის ეს გადაყრილი ფული რა, ძვირს იხდი, მაგრამ რაც დრო გადის, აი ეს პროტეკი მაგალითად გამოდის ახლა ამისი ახალი ვერსია, მაგრამ უკვე სხვა ფოლადზე ძალიან კარგი დანა ის, მაგრამ ეს უკვე აღარ გამოდის, ეს უკვე საკოლექციონერია რა. 154 CM-ზეა, დაახლოებით 1-20 წლის დანაა ესეც რა. აღარ იმას იწევს, ხო, აღარ გამოდის. ხო, ესეთი აღარ გამოდის, სხვა ვერსია გამოდის. ეს საერთოდ ლიმიტირებულია, 200 წელი გამოვიდა და უკვე შეწყდა და всё აღარ იქნება ეგ დანას და ყოველთვის მე უფრო ფასი მოემატება, ესე ვთქვათ, არ დააკლდება. ანუ ხო რა, ნებისმიერი საკოლექციონივთი, გინდა მარკა იყოს და გინდა
მანქანა იყოს და გინდა რა ვიცი რაც გინდა მონეტა რაც იშვიათია და უკვე საერთოდ ცალიღა დარჩა ფასი იმატებს კი ბატონო ო ეს მომეწონა ნახე რა ეს რა მოაფიქრა ტიპ შეხედე რა ახლა ეს სწორე მიდის მერე მიდის ზემოთ რა და აქაც რამოდენიმე დახრის კუთხე აქვს არ ვიცი რა მანდ ჩანს თუ არა მაგრამ სხვანაირი რაღაცა რა ანუ ეხლა ვისაც აინტერესებს რავი სასა ჩუქრეთ თუ გემეტებათ რავი რა ის ესა ეგ 2100 ლარი ის მაგრამ შეიძლება როგორც ზეგანთ აი ეს დანები მაგალითად 200 ლარამდე დანები ნუ ამის გადაკიდე ბევრი არის ანუ ფასის ყველა არის შეიძლება აირჩი დიახ ხო არის არჩევანი თუმცა საკოლექციო არგენ შეგიძლიათ უბრალოდ იყიდოთ კაი დანა ჩემთვის ეგრეა რა ალბათ თქვენ კოლექციონერები არ ახართ ეხლა უმეტესობა ვინც უყურებთ ამ საქმეს მაგრამ ერთხელ იყიდ და მთელი ცხოვრება გიქნება მე რა სანამ გვაქვს სიამონებას განიჭებს და მე რომ ყოველთვის ღირებული იქნება და ყოველთვის მაგარი ხნიერ ხალხსა ქონდა ხოლმე დანები როგორიც აი ბოლომდე გალესილი და აი რომ 14-15 წელია მაქვს რო გირი რო გალეულია ხო უკვე ხო აი ხო მიჩოული ადამიანი და აი იმას იმითი ამყრობს კიდე ვაჭრი კიდე აი ყველაფერს რა სადაც გახუნებული პიჭაკები ეცოთმე რაღაცა და აი აქედან შენაც თული იყო მაშინ ბატონო ზურა რა ესე დანებს ეხლა უკვე არის რა შეგიძლია გამოიწერო აგერ მაღაზიებიც არის და აღარ ჭირს რა დანიშნული არა მთავარია რა არის მე რა მომწონს როცა ესეთი რაღაცა აღარ ნიკავს იქამდე ბოლომდე გალიო პირი რა აზრობაზე მიდიხარ აიღე რომელიც გინდა აქ კონსულტაციასაც გაგიწევენ იმასაც აგიხსნიან თვითონ მოდელი თუ მოგეწონათ რატო ღირს ზვირი დიახ გჭირდებათ თუ არა ხო დანიშნულება რისთვის გინდა პირველ რიგში ესაა მთავარი რა დანა და შემდეგ იქიდან მედივად რა გინდა შეიძლება დანების სულ არ გიყვარდეს მაგრამ გჭირდებოდეს დიახ ნუ დანა ინსტრუმენტია აუცილებელი ინსტრუმენტია ო პირველი ადამიანმა ჯოხის შემდეგ რაც მოიგონა იყო დანა იმიტომ რაღაცები გაიჭრეთ ავიცი აი თუ ბოლომდე უყურეთ ამ გადაცემას რა ეგ არ ვიცი რა ეს რა ეს არის მსგავსი ნივთების გვაქვს სათამაშო აი უყვა დანის მოყვარულით მეც მიყვარს მას მსგავსი ნივთები ნახეთ საკისრები აქვს აი ესე თამაშობ ტიტანისაა მთლიანი корпуსი აქეთ მინის სამტრევი აქვს კიდევ შიგნით არის ბიტები რაც დანაზე ჭირდება ხოლმე რა ეს ზომები T6 და T8 რომ განადაშალო აწყო კი აი მაშინ აწყია ეს ისინი ბიტები ესეც ამ ბრენდისაა სხვათა შორის მაქსის თავიდან რო ორიდან თვითონ დანის ის კი ეს ამაში ჯდება და უკვე რაღაც რო დაგჭირდეს ტყის პირობებში ან რაღაც თან გაქვს როგორც ნივთი და თან ის არის რა თან ორიგინალური ინსტრუმენტია რა ვარია შემთხვევაში ღმერთმა არ დაგეჭირა უბრალოდ შუშარო ჩატეხო სადღაც უფრო ის არის რა სათამაშოც არის რა ანუ ბევრი რაღაცა დევს ერთ ნივთში რა ანუ თქვენ რამდენი ვიდეო გიგებთ არხზე ალბათ დაახლოებით 20-25 ვიდეო. არა ჩერდებით ხო? არა, გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებთ. შეიძლება მეტიცაა პრინციპში მეშლება მე მგონი. არა, მე ვნახე რამოდენიმე თუ რომ მე მოდელი და შეგვიძლია აღმოვიდეს ადამიანი რო აუხსნა და გააგებინოთ. ჩვენს ვებგვერდზე შეუძლიათ ნახონ დანები ყველაფერი გვიდევს, იგივე Blaze-ში ქვია საიტსაც. მერე გვაქვს საქართველოს ბანკის განაწილება, განვადება, TBC ბანკის ასევე და რა ვიცი, ყველანაირ კონსულტაციას რა თქმა უნდა, ყოველას ყურადღებას ვაქცევთ ეს. მაგიტომაც რა მაგას ვამბობდი ბატონო, რომ უბრალოდ ეს არ არის რაღაცა დანების ყიდვა გაყიდა, ურთიერთობებია ხალხთან. იმდენი მეგობარი და იმდენი კარგი ადამიანი გავიცანით ამ მაღაზიაში. ნუ რა მსგავს ეწევს და ხალისით უკავშირდებაო. მეც იმიტომ მოვედი, თორე ეხლა აკროკოლყოტების მაღაზია ყოფილი. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. იარაღი მიყვარს დანებიც იარაღია და ძალიან მიყვარს რა დანები და ჯერ იმიტომ მიყვარს რომ დანაა და შესახედაოდ არის ძალიან მაგარი მე კიდე გამოყენებაში არის ძალიან მაგარი რა და აქტიურად ვიყენებ მოკლედ ეხლა ამით ეს დავამთავროთ ეს ვიდეო და გელოდებით წეში მოდით ჩვენთან რამოდენიმე მოდელიც ამოვიდეთ გამოვიყენოთ უკვე საქმეში ვნახოთ როგორია ხო საქმეში ვნახოთ ეს იყო გაცნობით და მე კიდე ვითანამშრომლობ სიამოვნებით მადლობა. ამითი გამოგებისდობით, კარგად გრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. აი ვანო ესე მიყევი და ნახოთ რა მოდელებია, ბატონ დავით გამოიწეგეთ. ეხლა მე აღარო ჩანორ, მაგრამ მაინც ვილაპარაკებ, ესენი არის საკეცი დანები. კეზერი, გერბერი, აი ეს დანა მომეწონა ძალიან. ეს ნახე ეს კლასიკური ნავახაა ესპანური. ხო, ძალიან მაგარია რა. გამოფენაზე იყო ესენი მოსული ეს დანები
იქ ვნახე მომეწონა. და კამერა ისე ვერ გადმოცემს როგორც ის არის რა ქვია, ყველა ვარიანტი გეტყვით რა. დანა ინტერნეტით არ უნდა იყიდო ადამიანო, ალბათ უნდა მიხვიდე ხელი მოკიდო რა. თუ შენთვის არ არის სულ ერთი რას ყიდულობ, ხელში უნდა მოდაიჭირო დანა და მიხვდე თვითონ დანა გეტყვის რა, რომ შენია თუ არ არის დანა შენი რა. აუ ესეც რა ისეთი რაღაცა უცნაური. სხვა შორის ეს ბრენდია შავი დანა რო ნახეთ განსხვავებული. ო რაღაც ეტყობა. მაგ ბრენდის წარმომადგენლებიც ვართ, ველოდებთ არ გვაქვს ამ წუთას ადგილზე, თორემ მაგარი მოდელები ჩამოვდის დაახლოებით 2 კვირაში რა. ხო არა, ვის დანიშნულება შორს არ ახართ. აქვე ხარ დინამოსთან. დიახ. პანდა ხო რა მოხვალთ. საკითხად შეიძლება მოგვიდე უბრალოდ დასათვალიერებლადაც უბრალოდ გაეცნოთ რა მოდელებია. ადამიანს არ ეძარება აგიხსნით, გაგარკვევთ თვითონ როგორ არის, რანაირად არის. ზოგი დანა ჩემთვის მე ვფიქრობ რომ მე საერთოდ ვერ გამოვიყენებ ვერაფერში, მაგრამ აი ეს დანაც მაგარი ლამაზია. ხო რა ვფიქრობ უნდა იყოს მაღაზიაში ყველა კატეგორიის დანა რა. ვის რა მოსწონს, ვის კი ბატონო, ხო ვის პრაქტიკული ფორმა ერთი რაცაა კლასიკა ვიცით, მაგრამ ცოტა განსხვავებულებიც ხო რა. ანუ დანა არ არის რა მარტო რა, ეს რაღაცა ჩაკს აკავს აი ეს. კი, ჩაკის დასაკესი ვერსია. ჩაკი მაქვს, თან ნამდვილი. ეს არის ნაზაროების დასაკეცი ჩაკია. კი, ნაზაროების სამჭედლოდან სხვა შორის მაგათი თერმოდამუშავება ძალიან ისეთია, მაგარია რა და მაგარი ფოლადი აქვს ეს 90-ი. აი ვიდეოს მორჩენა მინდოდა და ვერ ვეშვი. ვერ ვეშვი. ეს ნახეთ რა მაგარი ფორმა აქვს. ჩაკი თუ იცით, თუ არ იცით დაგუგლეთ რა და ნახეთ. ეს არის შუა აზიაში ყველაზე გავრცელებული მოდელი. პრაქტიკული დანა. ო, კი. აი ესეთი რამეა. მოკლედ მეგობრებო, რა თუ სამზარეულოსთვის იყიდით, რა ვიცი, სამზარეულოსთვის სულ გამოგადგება დანები რა, აი ნახე რამდენი არჩევანია. მოვძალდით ამკას და ეს კასტეტია. ხო ბეჭედი. თიძე გაზაგია. იაპონელებს აქვთ ეგეთი ვერაგი რაღაცა. და რა ვიცი. იყიდით საჩუქრად. დაგაროვირება გაქვთ აქ რამე ეგეთი. ჩვენ არა გვაქვს ეგ მომსახურება, მაგრამ არის აქ ჩვენს გვერდით და დოჭირდებათ ხოლმე საჩუქრად ვაგზავნით. ან კარგად. ამ გრავირების გურუს მიმართეთ. კი ბატონო, გავიცანი სხვათა შორის ახლა გამოფენაზე ეგვიჩი და ძალიან კარგი შაბათი. თორემ ძალიან ისეთი საჭიროებო რაღაცა რო ჩუქნი უნდა დააწენოს და რა. კი ბატონო. ამით, კაი, გამოგებდოთ ვეღარ მოვჭი რა. კარგად ზანებოდეთ შემდეგ ვიდეო. დროებით, მადლობა.